ვესტის კონცერტით, რომელიც სილამაზი და სასწაულის მართლა სერიოზულად გამორჩეული იყო რა. ესეთი კონცერტები რო იმართება სხვაგან, ხო? აი ყველა ქვეყნიდან ჩადიან ხოლმე ტურისტები სპეციალურად ამ კონცერტისთვის და აქაც ეგრე მოხდა, ძალიან ბევრი ტურისტი იყო ჩამოსული. ძალიან შოუზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის, მაგრამ რა კომენტარებში რას ვკითხულობ იცით, რომ აი ამის ჩამოყვანას, ის ჩამოგეყვანათ, ყველა ჩამოგყავს. ყველა აბსოლუტურად ენიო მორიკონედან დაწყებული და რა ვიცი, ვინ არის ყო აქ ჩამოსული. უბრალოდ რავი საქართველოში არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომელსაც ელემენტარულად აი თავიანთი ბოღმის, შურის და იმაზე ხო, იწყებენ ისევე ლაპარაკს, რომ ეს ფულები ბავშვებისთვის მიგეცათ და თქვენ რა იცით ვინ რას აძლევს ბავშვებს. თქვენ არაფერი არ იცით ადამიანების შესახებ, ვინც იქ კონცერტს ესწრებოდა. ეს არიან 24 საათიანი და ქრონიკული კრიტიკოსები, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის ჩამოიყვან. აი სულ რო აი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, Kanye West არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი. აი ვინც არ უნდა ჩამოიყვანო, გაგაკრიტიკებენ. სულ რო გასაკრიტიკებელი თემა არ იყოს, გაგაკრიტიკებენ. შესაბამისად უმნიშვნელოა ახლა მაგათი. ხო, მაგრამ არა, მე რას ვიძახი, იცი? აქ ძალიან ბევრი თვითონ ისეთი ახალგაზრდებიც იყვნენ მისულები, ვინც მიტინგებზე დადიოდნენ ადრე რა. ესე იგი თავისიანებსაც აგინებენ ესენი, გაიგე? ანუ თლიანობაში აგინებდნენ, რომ ვინც მაგ კონცერტზე მიხვედით, აი ეგ 100,000 კაცი, თქვენ სუპი ხრეპიებდა, დიშოვი რაღაცა, ისევ ესეთი რაღაცეები და ის ჩაუდიეთ ამოუტრიალებიათ, რა ვიცი, მე ბუდუ იყო ზირზივაძე მისული კონცერტზე და ამ ბაბლმა ატრიალა და ატრიალა და ანუ განადგურეს. იყო, რავი, ყველა ატრიალეს რა. ხო, ეგ არის რა, ადრევე დავწერე მე ეგეთი რაღაცა, მე რომ ატრიალებდნენ ხოლმე რა. რო ისა რა ქვია, მე ნიღაბი და ჩემი მსმენელი, ქვემდებარე და შემასმენელი გადაგვიძახეს ყველა ურნაში და გვატრიალეს ყველა ბრუნვაში. ეგეთი დროც იყო საქართველოში, ხო? და ესე გვატრიალებენ და გვატრიალონ რა ვქნა. ძალიან კარგი, ესე იგი ყველაფერი. ესე იგი ყველაფერი კარგად არის რა. ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ხო და მოდი გავუშვათ აბა 1-2-3 ვიდეო რაც გვაქვს კიანოდან და პირველ რიგში ვნახოთ ეს გახსნის რაღაცა ფანტასტიკური ცერემონიალი რა, რომელიც აი ნებისმიერი ქვეყანა დაიკვეხნიდა ამით. აი ნებისმიერი ქვეყანა რა, ძალიან ბევრ კონცერტზე ვარ დამყოფი. აი ძალიან დაწყებული Pink Floyd-ის კონცერტიდან, აი დამთავრებული, რა ვიცი, Jagger-ი, Rolling Stone-ი, რა, ყველა, აი აბსოლუტურად რა. თითქმის რა და გეუბნებით, აი ესეთი კონცერტები რო იმართება, ესეთი შოუები და ესეთი იმითი, ხო? აი ყველა ქვეყნისთვის არის ძალიან სერიოზული რაღაცა რა კულტურაში ვიძახი. სამთრეში გიქეყიდა 80,000 ბილეთი ხარ, რაზე ვლაპარაკო. ხო, ნუ ხა 80,000 ბილეთი. წარმოიდგინეთ, აკეთარ ჩამოსული რამდენი იყო, ტურიზმის ამბავში ჩამოსული რამდენი იყო და ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს, ხო? სანახაობა. ლომჯარიას რო ვკითხოთ, ნაღბები უნდა ცვიოთ. არა, აი რას ნიშნავს, რომ პური არ აქვს ბავშვებს? ამიტომ სანახაობა საქართველოში ხალხმა აღარ ჩამოიტანოს. ეს ყველაზე ისიც უნდა ვიზრუნოთ, რომ იმ ბავშვებს პური კონდეთ. და ხვალდაზე ყველას ექნება ეგ ამბავი. ეს ერთ დღეში არ ხდება რა, ეკონომიკის გამსწორება და მაღალ სიმაღლეებზე ატანა, მაგრამ აღარ ვიცხოვროთ, სანამ ის ამბები არ დალაგდება? და მით უმეტეს ერთ დღეში და ორ დღეში არ კეთდება იმ მემკვიდრეობით, რაც ჩაგუბარდა, ხო? რა თქმა უნდა. რეალურად რა ჩაგუბარდა? რა ჩაგუბარდა, ხო? კი ბატონო, რა ჩაგუბარდა და თვითონ რა ჩამოუწყალათ, ტოტო კუტუნიოები და ის კაი იყო, გამოგივიდა. ის კარგი იყო, ხო? მაშინ რატო არ წერდით, რომ ტოტო კუტუნიო ჩამოყვანას ბავშვებისთვის ფულები და ხერი არ წერდით, მაშინ აბა დაეწერათ. რა, რატო არ იძახდით? ეხა გაგეხსნათ მადა ხო ამ ხელისუფლების პირობებში რომ ხმას არ გცემთ არავინ რა გეთქვათ ერთი მაშინ რა კარგით მოდი გავუშვათ რა მოდი გახსნა გავუშვათ ჯერ რა სასწაული გახსნა იყო რა This is #1 champion sound yeah we about to get who the hottest in the world right now just touched down in London town bet they give me a pound I'ma put the money in my hand right now tell the promoter we need more seats we just sold out all the floor seats Trip I'd like to go someday. Take me to your kind of love. I really want to come pick you. You'll be my American boy. Killing them in the UK. Everybody gonna say UK. Reluctantly, cause most of this press don't fuck with me. Estelle once said, tell me cool down, don't act a fool now.
always like a fool. Ow, ow. Ain't nothing new now. He crazy, I know what you're thinking. Rap singer, I know what you're drinking. Rap singer, chain blinger. Holla at the next chick soon as you're blinking. ხო, აი ხა ვადარა კომენტარებს წაგაკითხებთ რა, შეიძლება წავიკითხავ მე უფრო სწორედ და აი რაზე მიდის საერთოდ ლაპარაკი ამ კომენტარებში ძალიან საინტერესოა რა, შეიძლება გაუშვით. მითხრა ქვეყანაში სადაც ბავშვებს ანუ რა შოულებსაც შიად გურჯი ჰუმანოიდი უცხოტომელთა მოდაშია მომღერლის მინიმუმ $200 კონცერტებზე. არ უნდა დადიოდნენ, ასე ესმოდა სოსელოსაც თავის დროზეო. ამბობდა მართლა მას სუში არ მოსწონდა, მაგრამ მაინც მიირთმევდა წვეულებებზე, ვინაიდან იცოდა რომ სუშის მიირთმევა აქ ევროპაში მაღალ მოდად ითვლებოდა. თქვათი რატო იწე? თქვა რომ მიხვდეს რომ სინამდვილეში დასცინიან თავად უნდა გააჩნდეს შესაფერისი ცოდნა და აზროვნების უნარიო. ანუ ქართველებზე იძახის რა რომ მიხვდეს რომ სინახო პრიმიტიული თავების ახსაფრთოვანებული ღონისძიებები მოდაშიაო. ბძენი გურჯი უკვე 35 წელია რაც პრიმიტივიზმით ერთობა და აღტაცებაში მოდისო. გლოვის აზრია სანაცეთში. აი ეგრევე კომენტარს გლოვის ზარია სანაცეთში. აი ეგეთ კომენტარს უწერს ეგრევე ამ ტიპს ვიც ერთი და იგივე კომენტარს წერს რა და მოკლედ ქართველებს განიკითხავს რა რომ მოკლედ ეს არის მარტო ჭკვიანი თურმე რა უსახელო და უგვარო უსახელო და უგვარო და დანარჩენი ყველა ვინც იმ კონცერტზე იყო ყველა ის არის რა მოკლედ რა და რა გონია თქვენ რომ ესენი მარტო ვესტის კონცერტებზე დადიან ის ხალხი ვინც იქ იყო დაუშვათ და სხვა ესე ვთქვათ უგემოვნებობაში უჩივით რომ ახლა აქ წავიდნენ ახლა იმაზე აღარ წავლენ დაუშვათ პავაროტიზე და აღარ წავლენ იმაზე რა ქვია მორიკონეზე თუ აი რა ვერ გავიგე რა სტიშტავს რა გაიხარეთ რა ხალხო რა საერთოდ რა გასარჩევია საერთოდ რა გასარჩევია ვისაც წავიდეს როგორ წავიდა 80000 კაცი წავიდა კონცერტზე ხო მაგ 80000 კაცის გარდაო ყველა დეგედი ხო ხო და ვინ იწახს ვიღაცები რა ვიცი ვინ ხო და აი ვინ რა ქვია ამ კაცს ახლა ვისა ვინც ვიკითხე რა გვარია არავინ რა ხო და არავინ რომელიც დარწმუნებული ვარ რომ ეს არის ერთ-ერთი ტიპი რომელიც აქციაზე დადის და 500 კაცს კრავს აი მარტო ესე საგანგებოდ და ანონსებულ აქციებზე რა აი მოდი ხო ზურაბიშვილი რა სიძახის კაი არავინ ხო ნახეთ და მოდი ხა ზურაბიშვილი რა სიძახის სოცხი მეჭირება ისე ხელში კარგად გრძნობ თავს ვიდე აბა ჩემი კითხვა პასუხის ლაივი ვერ ხერხდება დღეს თურმე კი ანუ მესის გამო გაჩერებულია სოციალური ქსელები გაყინულია რა ხდება რა უნდა ხდება ეთერი ჩაოვარდა ეთერი ჩაოვარდა რისი დაწერა გინდოდა გვაკმარე არა ეს რა შეება ხოლმე არის არის ვაქცეთ ჩვენ ამ ქალის აქტივობებს ყურადღებას ვიდეო ჩართვები აქვს და საზოგადოების კითხვებს პასუხი ხო და ეგა მაგლავთ ხოლმე პუტინს ვახონე ხო კიდევ თელ რუსეთს რო პასუხობს ხო ის მისტერი და რა კენიესტმა ჩაუგდო კითხვა პასუხის რეჟიმი გააბრაზებულია კი ვესტზე რა აი კომენტარები რა დავიღუპეთ სალი არა და როგორ გელოდებოდი ვინმე მოიყონე ჭური და ესო ეს შეესწავლების კითხვა პასუხი კი ვესტის უხერხულია გვარსახელის არასწორად დაწერას. აი თურმე რატომ გათიშულა Facebook-ი? ჩაგივარდა ტრანსლაცია. ხო, სხვა ალტერნატიულ რეალობაში. აი, არ უყურებ და კომენტარებს და ტიპი თვითონ არ უყურებს, ხალხი რა დაცინის. მე როგორც ხვდები, მე ვკითხულობ იმათ გამოხმაურებებს, ზოგადად ეგეთ კომენტარებზე და იცი რას ამბობენ? ესე კი ყველაფერი კარგად არის. ანუ ჩვენ რასაც ვამბობთ, ის მიაქვს სათავისად, რა. აბა დავაი ახლა კიდე ერთი მომღერალი, ვინმე კორძის კომენტარი ვნახოთ რა, ეს არის კორძი? ეს არის კორძი. ნაციონალური მოძრაობის მომღერალი კორძი კენიე ვესტის დაუპირისპირდა მოკლედ ცით წერს პარტიული მუსიკოსი მსოფლიო ვარსკვლავზე რა ამაზე წერს ეს შეგვიძლია აღარ წავიკითხოთ საერთოდ ამაზე წერს ეს ხო ზაგალია კორძი დაუპირისპირდა ვესტს არ შეიძლება ამის კომენტარების გაშვებაც არ შეიძლება რა მეწოდება კორძი რა ისეთ რამეებს ხალხი რა კაი ეხა კი ეხა ერთი აკაცუკის ვიდეოც ხო გვაქვს აბა კონცერტიდან ხო? მიდი გავუშვით ერთი. მოკლედ
Kanye West-ის კონცერტი მიმდინარეობს მგონი დინამო არენაზე და ჩვენი ასაკის ხალხი ამ კონცერტზეა წასული, მაგრამ ერთეულები დგანან რუსთაველზე და რა კიდე იდექი მაგ რუსთაველზე რა კიდე სხვებს რატო ეუბნები და მოდი შენსაც დადექიო რა არა ანამუსი აი ეს არ არის ძალადობა სკუსიბისამართით გავაგებით გამოდით დაგვიდექით გვერდში გამოდით საქართველოს უნდა გადავარჩინოთ ჩვენ და თქვენ არ გინდათ რომ გადაარჩინოთ აი რა უბედურება წადიდე იდექი რა ნამუსი აგდე. 1 წელი იდექი, 2 წელი, 3 წელი იდექი. რამდენი ხელი გიდე ეს იდექი? ნამუსი აგდებ ხა ვინმეს? თუ რასაკეთებ გავაგებიდე. მაგდუ? კარგი, მოკლედ არ ვიცი რა. დარჩიაც გამოეხმაურა. დარჩიაც გამოეხმაურა. ვა, დარჩია. აბა გავუშვა რა გვეკანიე ვესტება აუф რატო შენ რა გინდა შენ არ გეკანიე ვესტება ამას ხორომი უნდა რუსთაველს აი რა უნდა გავაგებინე რატო წეს ხოლმე რაღაცებს და მე ბევრ რაღაცებს ვანდებს იცი რა არის რაღაცა რას ვფიქრობ ხოლმე იცი რომ რაღაცებს ახლა ლაპარაკობენ და ნუ ილაპარაკონ ეს არ არის არც ჩვენი საკითხავი და არც ჩვენი არაფერი განსახილველი მაგრამ აი რაღაცა თემები ხო არის რაც ახლა არის ძალიან მასშტაბური საქართველოს ეს პროექტი რაც გაკეთდა არის ძალიან მასშტაბური. რა თქმა უნდა. ხვდებიან რომ არ უნდა თქვან. აი ხო მართლა გია ხო ხვდებიან თუ მე მგონია რომ ხვდებიან. თუ მართლა ვერ ხვდებიან. არა დაბოღმილები არიან, თორე ეს ვერ ხვდებიან რომ არ უნდა თქვან. ვერ ხვდებიან. ვერ ხვდებიან ეხა ადამიანი ისე იტყვის რომ 100,000 კაც შეაგინებს. აი გამაგებია რომ ამას ნორმალური ადამიანი, ვინც პოლიტიკას უნდა აკეთებდეს და მომავალში რაღაცას. ის 100,000 კაც შეაგინებს. მითხარი რა, რას ხვდებიან დებილები არიან. მე მგონია რა, იცი, მე მგონია რომ მე მეგონა უბრალოდ სხვა რაღაც. მე მეგონა რომ ხვდებოდნენ უბრალოდ იმისთვის ამბობდნენ ამას რომ თავი გაეპიარებინათ და ჩვენ გვეთრია. გესმის? არა, ლიზა გეუნები, არა, პროსტო არა. თეადარჩიაზე რაზე გვაქვს ალაპარაკო აბა სხვა? თეადარჩიაზე? ხო, აი ბოლო პერიოდის გამო რა აქვს აქტუალური გაკეთებული თეადარჩიას რომ გახდეს სალაპარაკო თემა. ხო რუსთაველზე ხო დადიოდი. ეგ იყოს შაშანწი. და ეგეც აქტუალური იყო. ძალიან ეცეკვა ხოლმე და დამთავრდა. 3 წელი გაგრძელდა მისი აქტუალურობა. ხო, აი იმიტომ აგდებენ მე მგონია ესეთი პერსონაჟები, ესეთ რაღაცა რეპლიკებს, რომ მე ეს მედია ადგეს და დააჰელაინოს. თეადარჩიას კიდე გასაგებია, იმიტომ რომ მოცეკვავია და არა აქვს პოლიტიკის პრეტენზია რა. მაგრამ პოლიტიკოს სფეროს წარმომადგენელია. ხალი და კულტურულ ღონისძიებაზე ესეთ რაღაცას როგორ იძახის, ეხლა თვითონ რამდენი კაცი ყავს კონცერტზე? 80,000 კაცი შეკრიბოს ჯერ იმ თავის კონცერტზე. ნახევა 40,000 შეკრიბოს, 4 შეკრიბოს, 4,000 კაცი შეკრიბოს და მე ილაპარაკოს ხო ამაზე. ბოღმისგან იხჩობია რა, გეუნები რა, ეს დედრიონი, მიშას დედრიონი, ბოღმისგან იხჩობა რა, გეუნები ეს რაღაცებს წინას. სხვა რა დავარქო, ეგ არის რა, დედრიონია რა. ხო, და მოკლედ კიდე რა გვაქვს ამ თემასთან? კიდე ყავს ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან გულახდილად საუბრობს იმაზე, რომ მართლა შეწუხდა იმით, რომ ყველა უწყვეტს რაში შეიძლება დახარჯოს თავისი ფული ამ თემასთან მიმართებაში. გაუშვათ, ეს ხო ის ბათუმელი ბიჭი როა, კაი ბიჭი, კი ბატონო, გაუშვა. რამე წაგარტვი, ჩემი ნაწვალები ფულით, საწავალ რაშენი ტრაკის საქმეა. გუშინ კონცერტის მერე გვიან წამოვედი და აი დღეს ქორწილში ვარ, დილამდე გზაში ვიყავი და რა მინდა აღვნიშნო. რაზე უნერვიულობ და რა მეფიქრება, იცი? გაჭირვებამ კი არა, დაბოღმილობამ, სხვისი ჯიბის დაცვამ, დაბოღმილმა კომე ერთმანეთის შურმა, მაიღუპავს ქვეყანას, გაჭირვება კი არა. იმენა სანამ ეს ბოღმიანები არდეილევით, მე ხარ ბოღმის ბუკეტები ძმაო. ხალხმა ცხოვრება რაღაცა მეიკლო და მოვიდა კონცერტზე და აი თლათ რომ კონცერტზე არ გესმინა ერთმანეთის ბედნიერებით ვტკბებოდით დამჯდარები რომ კლავიატურასთან და ილანძღებით და გლანძღავთ და ხალხს ლანძ შეურაცხყოფებს აყენებთ და ბიჭო თქვენ ხართ საქართველოს პრობლემა მე გეუწამშალეთ აგერ თუ გინდებიან საქართველოს პრობლემა თქვენ უფრო ხართ ვიდრე ამ თავრობა ან რამე მიხდით თქვენ რომ ეს ხალხს 100,000 მაინც იყო და ილანძღებით იქა ბიჭო მოგპარე რამე წაგარტვი ჩემი ნაწვალები ფულით საწავალ რაშენი ტრაკის საქმეა მეტი როგორ გთქვას კაცმა რა და ყველა ძალიან აი უმრავლესობა ადამიანების გულში აი სიტყვები დევს რა გინდათ ვინც თავისას შრომობს თავისას შოულობს რაღაცა რა გინდათ დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ჩარევას თავი რა ეს ეხა თქვენ რასაც აკეთებთ არის იმ 100,000 კაცის ცხოვრებაში ჩარევა რა
წადი თქვენ ცხოვრებაში ჩაერიეთ თქვენი საქმე აკეთეთ რა და ამისთვის დრო აღარ დაგჭებათ. აი ამ ბოღმისთვის და უბედურებისთვის. ეგ გაუში ზუსტად კახი კავსაძე რასაც ლაპარაკობს რა. სხვისი ცხოვრებით არ შეიძლება ცხოვრება. სხვისი ბოღმით და სხვისი შუღრით და სხვისი იმიტომ ხართ ეგეთ დღეში, რომ ვეღარ გამოდიხართ ამ ჭაობიდან რა, ჭაობიდან და ამ საშინელი უარყოფითი გარემოდან თქვენს გარშემო რაც ხდება და თქვენს გარშემო კიდე ბავშვებიც ხო არიან, ისინიც ამ გარემოში შეგყავთ. რა ვერ გაიგეთ ამდენი ხანი რა, თქვენ დაბოღმილო ხალხო მართლა რა. ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, კი აი პატარა იმას ვიტყვი ამ რეპლიკას და მე რა უკვე ხვიჩას რაც დამართეს იმაზე ვილაპარაკოთ. შეხედე დაბოღმილობა გადავდოთ გვერდით. დაბოღმილებენ იმის ლოგიკური აზროვნების უნარიც არა აქვთ გია. წარმოიდგინე ხა ამდენი ადამიანისგან, ამდენი ჩამოსულისგან, ამ ტურის ყიდვისას რამდენი ფული შემოვიდა? აი მოდი ქვეყანაში რამდენი ფული შემოვიდა? ეკონომიური ამბავი ცალკე ამბავია. წარმოგვიდგენია რა დაუჯდებოდათ. დაუჯდებოდა ამოიღეს 400-ჯერ უკვე ის რა დაუჯდა. კი ბატონო, არა, არ ვიცი პროსტო რა, არ ვიცი. ნებისმიერი ხო ყველგან არის ეს მშიერი ბავშვი. ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად. არ არის დედამიწა ის რომ აი რა 64 იყოს კიდევ ერთხელ ვიძახეთ რა. სამწუხაროდ არის ყველა ქვეყანაში. მაინდა-მაინც საქართველოს დაინახეთ კაცო. რა უბედურებაა, მაგრამ ამ ყველაფერს ის მშიერი ბავშვსაც განიცდია, განვიცდით ყველანი. თქვენ განიცდით ესე იგი მშიერ ბავშვებს მარტო და ჩვენ არ განვიცდით? თქვენ დაბოღმილი და შურიანი ხალხი განიცდით მშიერ ბავშვებს? ეგ ხო ფარისეულობაა, ეგ ხო ტყუილია. ჩვენი ოქროს ბიჭს ჩვენი ოქროს ბიჭიც იქ იყო, ხო? ულამაზესი ცოლით და რაღაცა ძალიან საშუალო. გაუშვათ რა. გაუშვათ აბა ერთი რა კომენტარები მოყვება რა. მოყვება კომენტარები? ის ნახე ვაფშე ღირს ამ კომენტარების საკითხვა ამ გესლიანი. ცერ არის ღირს გია რა უნდა და სახელებით და გვარებით უნდა პროგნოზო კი ხო კინიუ თავის ესა რა პუდელებთან ერთად მეორეც ის ისე ვიზავთ ის დიდი სიყვარული რაც ხვიჩამ მოიპოვა ზედმეტად მატრაკვეცობას შეეწიროს და ხე რა აი ვინა ნინა ვიღაც რაგვარია ჟორჟოლიანი ხო აბა ჟორჟოლიანი კიდე ვიღაცა იმას ვისი სიყვარული მატრაკვეცობას რას ეძახით უფლება არ აქვს კონცერტს დაესწროს ყველაფერში რომ უარყოფით ხედავთ რა პრეტენზია გაქვთ ამ ბიჭთან? თქვენ შეგეკითხონ კონცერტზე წავიდეს თუ არა? აი წარმოიდგინეთ, არ ეთყობათ ეხა ეს შურიანი და ბოღმიანი ხალხია? უდონო, უზღურო. აი საერთოდ ფსკერი რა.